ჩვენ ვიცით, რომ კომპიუტერში ინფორმაციის ჩაწერისას ის იმახსოვრება ვინჩესტერზე, ანუ ჩვენ შემთხვევაში C ან E დისკზე. კომპიუტერი ცდილობს დაალაგოს ფაილები ერთმანეთის მიმდევრობით, მაგრამ როდესაც რაიმე ფაილს ვშლით, მის ადგილზე შესაძლებელია მხოლოდ იგივე ზომის ან უფრო პატარა ფაილის ჩაწერა. ამრიგად, დროთა განმავლობაში დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია აღმოჩნდება გაბნეული და გაჩნდება თავისუფალი, მაგრამ გამოუყენებელი ადგილები, რის შედეგადაც შენელდება კომპიუტერის მუშაობის სიჩქარე. ამ პრობლემის გადასაჭრელად Windows-ი გვთავაზობს პროგრამას, რომელიც ხელახლა თანმიმდევრულად გადაალაგებს ფაილებს დისკზე. ამ პროცესს დეფრაგმენტაციას ვეძახით. მას ასე, დისკის დეფრაგმენტაციისათვის შევდივართ Start მენიუში, Programs, Accessories, შემდეგ System Tools და აქ ვირჩევთ პროგრამას Disk Defragmenter. აქ უნდა ავირჩიოთ დისკი, რომლის დეფრაგმენტაციაც გვინდა და დავაწვეთ კლავიშას Defragment.